პირველი ის რომ რაც აქტუალური არის ამ ბოლო დღეებში და საზოგადოებას აღელვებს, ეს არის ვირუსული მენინგიტის შემთხვევები. დასაწყისში მცირე სტატისტიკას მოგაძვით, ჩვეულებრივ ეს დაავადება არის ხოლმე წელიწადში 150 შემთხვევა. ამ ტიპის მენინგიტი როგორც წესი მიმდინარეობს საშუალო და მსუბუქი ფორმით. ამ გამოწვევს ახასიათებს 4 წლიანი ციკლურობა, ანუ მწვავდება ყოველ 4 წელიწადში. ასეთი შემთხვევები იყო 2006-ში და 2010-ში და სავარაუდოდ იგივე სურათთან გვაქვს საქმე. ეს გამწვავება გამოიხატება არა შემთხვევების მიმდინარეობის სიმძიმის ზრდაში, არამედ რაოდენობების. თუ ჩვეულებრივ ეს არის 150 შემთხვევა წელიწადში, ამ 4 წლიან ციკლებში ადის 300-მდე, სხვა სიტყვებით ორმაგდება შემთხვევები, მაგრამ ხას უსვამ, რომ ეს არ გამოიხატება დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის ზრდაში. ანუ არა თვისობრივი, არამედ რაოდენობრივი პიკები არის. რაც შეეხება დღეისათვის არსებულ მდგომარეობას, დღეს დილის მონაცემებით სულ არის დაფიქსირებული 142 შემთხვევა. ეს შემთხვევები ყველა არის ასევე საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის. ძირითადად პაციენტები ბავშვები მკურნალობას გადიან იაშვილის სახელობის კლინიკაში 87 პაციენტია, ქუთაისში 15 პაციენტი და ბათუმში 4. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. კითხვა, რომელიც აქტუალური არის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ამ სიტუაციაში ხომ არ არის იმისი ჩვენება, ასე ვთქვათ, რომ სასწავლო დაწესებულებებში და საბავშვო ბაღებში შეწყდეს სასწავლო და აღზრდობითი მუშაობა იმისათვის, რომ თავიდან იქნა საცილებული ინფექციის შემდგომი გავრცელება. ხას უსვამ იმას, რომ ამ ტიპის გამოწვევთა მიმართებაში საერთაშორისო არსებული პროტოკოლით არ მოიაზრება ასეთი ღონისძიებების გატარება, თუმცა გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან დღეს დავგეგმეთ ერთობლივი კონსულტაციები განათლების სამინისტროსთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. და ამის შემდეგ ჩვენ მაქსიმალურ გათვლებს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღო. თუმცა აქვე ხას უსვამ, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ეს დაავადება არ არის ეს გამოწვევი ისეთი, რომ ჭირდებოდეს კაცრი ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები. თუმცა რა თქმა უნდა, მაქსიმალურ სიფრთხილეს დავიცავთ და როგორც მოგახსენებთ, დღეს კიდევ ერთი ეტაპობრივი კონსულტაცია გვექნება ამ საკითხთან მიმართებაში. ასაკობრივი განაწილება მინიმალური ეს არის შემთხვევა 2 წლის, მაქსიმალური 34 წლის პაციენტი. გასაშვალოებული არის 8 წლის, 7.7 წლის, ანუ რა თქმა უნდა, ამას ძირითადად ბავშვებში უფრო გავრცელება აქვს გამომდინარე თავისი ბუნებიდან, რამე თუ ხელით გადადეს, ორალურ ფეკალური გზით გადადეს და ბავშვებში უფრო ხშირია ზრთულია ჰიგიენის წესების სწორი დაცვა. ასაკობრივი თავისებურებიდან გამომდინარე. როგორც მოგახსენებთ, საკითხს იმის შესახებ, რომ სკოლებში რა ხდება რეალურად და რამდენად გავითვალისწინებთ, ასე ვთქვათ, არსებულ სიტუაციას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რაიმე მეცნიერული მტკიცება იზოლაციის ან პროცესის გაჩერების შესახებ არ მოიაზრება აქ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინებთ საზოგადოების მაღალ ინტერესს და მოვიქცევით ისე, როგორც იქნება ოპტიმალური. ამ ტიპის დაავადებას ვაქცინა სპეციფიური არ აქვს, რომ წინასწარ ვაქცინაცია მოვახდინოთ. დეზინფექცია, როგორც ასეთი მასობრივი დეზინფექცია ამას არ აჩერებს. ერთადერთი ეფექტური არის პირადი ჰიგიენის წესების დაცვა. დაავადების კონტროლის ცენტრის სამუშაო ჯგუფები ძალიან ინტენსიურად ატარებენ ამ ტიპის სამუშაოს, საგანმანათლებლო განმარტებით სამუშაოს სასწავლო დაწესებულებებში და ბაღებში. რაც შეეხება მკურნალობის ტაქტიკას საავადმყოფოებში ამ დღეის მდგომარეობით რაიმე განსაკუთრებული ავრალური მდგომარეობა არ გვაქვს, თუმცა ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 7 ძირითადი სამოქმედო ბრძანება ჯანდაცვის სამინისტროს განსაკუთრებულ შემთხვევებში და გვაქვს სარეზერვო ვარიანტები, რომ თუ აღმოჩნდა, რომ ადგილები ფიზიკურად არ არის საკმარისი, რა გეგმა ავამუშაოთ უახლოესი 1 საათის განმავლობაში. რაც შეეხება სამკურნალო პრეპარატებს, ამ დაავადებას არ აქვს რაიმე სპეციფიური
აქტიური ანტივირუსული სამკურნალო პრეპარატი და მკურნალობა გამოიხატება სიმპტომების მართვაში, როგორიც არის თავის ტკივილი, როგორიც არის გაუწყლოება, ანუ სითხის მიღების გართულება და როგორიც არის ტემპერატურის მართვა. ამ მხრივ სამკურნალო პრეპარატებში არანაირი შეზღუდვა, არანაირი, ასე ვთქვათ, საფრთხეები არ არის. ყირიმკონგო არის დაავადება, რომელიც გადაეცემა მწერის, ძირითადად ტკიპის დაკბენით. გადაცემის გზები არის როგორც უშუალოდ დაკბენა, ასევე დასნებოვნებული საქონელთან, დაუშვათ ამ ხორცის დამუშავება, საქონლის მშობიარობაში მონაწილეობის მიღება, ანუ დასნებოვნებული საქონლიდან გადადის ეს დაავადება ტკიპით ან დასნებოვნებული საქონლით. ჯერჯერობით არც ერთი შემთხვევა არ არის აღწერილი, რომ ადამიანიდან ადამიანზე ყოფილიყო გადადება, ანუ ეპიდემიოლოგიურად ეს საფრთხე არ არსებობს. რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ სტატისტიკას, მე შემიძლია გითხრათ, რომ წელს 2014 წელს დარეგისტრირებული არის 5 შემთხვევა ყირიმკონგოსის შედარებისათვის. 2013 წელს იყო სულ 13 შემთხვევა რეგისტრირებული, თუმცა 2013-ში ლეტალური შემთხვევები არ ყოფილა. წელს იყო 2 ლეტალური შემთხვევა. სავარაუდოდ ეს იყო ექიმთან გვიან მიმართვით გამოწვეული და ეს შემთხვევები იყო მე რაც მაქვს მონაცემები, პაციენტები იყო 34 და 37 წლის ხაშურის რაიონიდან. ძირითადად ეს არის ვეტერინარული სამსახურის, ასე ვთქვათ, კომპეტენცია დაავადებულის საქონლის მოვლის ან წინასწარი აცრების დაცვის, იმიტომ რომ ცხოველებში ეს დაცვა ვაქცინით აცილებადი არის, ასე ვთქვათ. და ასევე იმ ადამიანების, ვისაც უწევთ თავისი, ასე ვთქვათ, აქტივობიდან გამომდინარე ცხოველებთან ურთიერთობა, იგივე ჰიგიენის წესების დაცვა. მნიშვნელოვანი არის, რომ თუ კანის საფარველი დაზიანებულია, რა თქმა უნდა, ინფექციის შეჭრის საშიშროება უფრო დიდი არის. უბრალოდ დროულად უნდა მიმართონ ექიმს, იმისათვის რომ მკურნალობა იყოს ადეკვატური და ამის საშუალება უკვე საქართველოს მოსახლეობის 100%-ს აქვს, რომ ნებისმიერ დროს საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე მიმართოს ექიმს და დაუყოვნებლივ მიიღოს სამედიცინო მომსახურება.